პროევროპული აქციების მონაწილე თედო აბრამოვი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებოდნენ და 8-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულო ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენისთვის მტკიცებულების სტანდარტი უნდა არსებობდეს და პოლიციელების ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება არ შეიძლება. გათავისუფლების შემდეგ 22 წლის თედო აბრამოვმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ციხეში უსამართლოდ დაპატიმრებული კიდევ ბევრი ადამიანი იმყოფება, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. საუბრობდით მსჯელობდით, რომ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს ვითარება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ საზრახოდაა გამოსაწორებელი ბიჭებო, გოგოებო, დებო, ძმებო, თანამებრძოლებო, რომელ კამერას შევხედავ მოკლედ. მეგობრებო, ჩვენს გარდა იქით შიგნით არიან ათობით, ასობით და ათასობით ბევრი დაკეტილი ადამიანი, რომლებიც მოსამართლეებს, რომლებიც თვალებს აილამებენ და ტაშს უკრავენ. ყავთ გამოკეტილი უდანაშაულოდ ძალიან ბევრი ადამიანი და პირველ რიგში და გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. მეგობრებო, ჩვენ დაგიხსენით თქვენ და გიშველით საერთოდ სუყურას. მეგობრებო, აქ ვინებიც ხართ, დაიმახსოვრეთ, ხართ ერთით მეტნი უკვე, რა მეც თქვენ აბრამოვის განაჩენის გამოცხადებას მისი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სასამართლო დარბაზსა და დერეფანში ელოდნენ. გათავისუფლების შემდეგ ისინი აბრამოვს ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. აბრამოვის მხარდასაჭერად სასამართლოში სხვა დაკავებული დემონსტრანტების დედებიც იმყოფებოდნენ. სასამართლოს ეზოდან გამოსულ თედო აბრამოვს ციხიდან პროევროპული აქციების კიდევ ერთმა მონაწილემ პატიმრობაში მყოფმა ონისე ცხადაძემ დაურეკა. მალე ყველა ისევ ერთად ვიქნებით გარეთ, უთხრა აბრამოვმა ცხადაძეს. ონისე, ონო, ბიჭო. მალე ყველა ერთად ვიქნებით ბიჭო ისევ გარეთ. არ ინერვიულობთ არც ერთი წუთი, არც ერთი წამი. სასწაულები ძმაო ხდება წამებში და ჩვენ კიდე ყოველ წამს რაღაც დასაწყისს ვეძებთ და იმენა ხათი აღგანჩაწია. გაივიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა. ცოტა შემოვიდა. როგორ ნათი უფრახოს მიდი. მათი იყოს არ მინდა რა სიძო. შორს, ფუი, არ შეიძლება. თედო. შემოგივლე, გუშინ შემოგივლე და მე ვერაფერს ვეგეთქვი ჩემზე კარგად რაო. თქვენ რო არ ყოფილიყავით მანდა ჩვენ რო არ ერთად ავჯარიყავით არ გველაპარაკა რავი შეიძლება თმა ამომსულა შემოგივლე ზაო კაცი ხარ ოქრო შემოგივლე გულში და მალე თავისუფლება წამით არ დავშელები ხარ და არ დაკროლ ხარცეს. თედო აბრამოვი, რომელიც ოჯახით საბერძნეთში ცხოვრობდა და საქართველოში პერიოდულად ბებიასთან ჩამოდიოდა 2024 წლის 7 დეკემბერს საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავეს. ის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. აბრამოვმა წინასწარ პატიმრობაში 8 თვე გაატარა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ აბრამოვს ჩხრეკის დროს ქურთუკის ჯიბიდან 4,4 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. საქმეში არ არსებობდა ჩხრეკის ვიდეოკადრი და პროცესის მოწმე ნეიტრალური პირი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება. დაცვის მხარე წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ აბრამოვს ნარკოტიკი ჩაუდეს. ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე კი მისი ნერწყვი ხელოვნურად გადაიტანეს. პროევროპული პროტესტის მონაწილეთაგან ნარკოდანაშაულის ბრალდები სულ 6 პირი. გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, თედო აბრამოვი, ანასტასია ზინოვკინა, არტემ გრიბული და ანტენ ჩეჩინი იყო დაკავებული. 6 აგვისტოს მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულო ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. აბრამოვის მსგავსად მის საქმეში ჩხრეკის ვიდეოკადრი და ნეიტრალური პირი არ არსებობდა. პროკურატურა ორივე საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.